ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1971 წლის 2 მარტია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. უშინ 1 მარტს მუშაობა დაამთავრა საქართველოს კომუნისტური პარტიის 24 ყრილობამ. უშინდელ სხდომაზე ყრილობა მოისმინა ამხანაგ გივი დიმიტრის და ჯავახიშვილის მოხსენება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 24 ყრილობის დირექტივებზე საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1971-75 წლების 5 წლიანი გეგმის შესახებ. შემდეგ გაიმართა მოხსენების განხილვა და კამათი. ყრილობამ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია მოხსენების გამო. ამის შემდეგ ყრილობამ აირჩია პარტიის სარევიზიო კომისია და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 24 ყრილობის დელეგატები. დელეგატთა მკუხარედაშის თანხლებით წაკითხული იქნა მისასალმებელი წერილი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი. ყრილობის დახურვის სიტყვა წარმოთქვა ამხანაგმა ვასილ პავლესძემ ჟავანაძემ. ამით ყრილობა მუშაობა დაამთავრა. თბილისში ვლადიმერ ილიას ლენინის სახელობის მოედანზე დამთავრდა და ექსპლუატაციაში გადაეცა საქართველოს კოოპერაციის სახლის შენობა. შენობის ალუმინის ვიტრაჟების კონსტრუქციები დაამზადა და მშენებლობას საშეფო მონტაჟი გაუწია უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ცნობილმა ფირმამ ფუმუნგაშმა. სულ ნაგებობისთვის გამოყენებულია 100 ტონა სხვადასხვა პროფილის ალუმინის ელემენტები, რომელთა შექმნაში მშენებლებს დიდი დახმარება გაუწია ცენტროსოიუზის გამგეობამ და უნგრელმა კოოპერატორებმა. საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტრომ გამოუშვა ახალი საფოსტო მარკა, რომელიც ეძღვნება ქართველი ხალხის დიდ ეროვნულ დღესასწაულს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 50 წლის თავს. მარკა გაფორმებულია საბჭოთა საქართველოს სიმბოლიკით. ვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის კოლმეურნეობის წევრებს ომარ და ნელი ლურსმანაშვილებს განსაკუთრებული ზეიმი აქვთ. მათ ოჯახს ერთბაშად 3 ტყუპი შეემატა. 22 წლის დედას ახლა 4 შვილი ყავს. უფროსი და ტყუპებზე სულ 1 წლით არის დიდი. ახალშობილები ხალიანა, გოჩა და ხვიჩა ისევე როგორც მათი დედა თავს კარგად გრძნობენ. ისინი უკვე გაეზერნენ ყვარლის სამშობიაროდან. ჩილიელმა კომპოზიტორმა პედრო ნუნიეს ნავარატემ შექმნა სიმფონიური პოემა ვეფხის ტყაოსანი, შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების მოტივებზე. პედრო ნუნიეს ნავარატე ვეფხის ტყაოსანს გუსტავო დე ლა ტორეს ესპანური თარგმანით გაეცნო და მაშინვე გადაწყვიტა სიმფონიური პოემა შეექმნა. პოემა 3 ნაწილადაა დაყოფილი. წასვლა ავთანდილისა, ტარიელის ტირილი, მოტაცება, განთავისუფლება და ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა. ნაწარმოების მუსიკალური ნაწილი გამომდინარეობს პოემის სიუჟეტური პერიპეტიებისგან. პედრო ნუნიეს ნავარატეს ეს ნაწარმოები შეირჩა როგორც ლათინური ამერიკის კომპოზიტორთა ნაწარმოებებს შორის გამარჯვებული ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მუნიციპალურ თეატრში შესასრულებლად. გადმოიცემოდა 1971 წლის 2 მარტის უკანასკნელი ცნობები.